საქართველოში პეტროგაზის აქტივების კომპანია როსნეფტზე გასხვისება შესაძლოა ყოფილი ხელისუფლების მხრიდან საბოტაჟის ნიშნებს შეიცავდეს. Ამ განცხადებას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი აკეთებს. მისი განმარტებით, კომპანია პეტროგაზ ენერგიის სახელი ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზარაშვილს უკავშირდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, იმის მიუხედავად, რომ კეზარაშვილმა საკუთარი აქტივები რუს ბიზნესმენს გადასხასვისა, ის რეალურად აქტივების მართვას მაინც ახორციელებდა. ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, პეტროგაზ ენერგიის აქციების 59% შესყიდვა პოლიტიკური პროცესის ნაწილია. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზარაშვილმა არა მარტო ეს აქტივი, არამედ ბევრი სხვა აქტივი მიყიდა რუს ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს და სწორედ შემდგომ მოხდა მისი გასხვისება რუსულ კომპანიაზე, რაც ჩვენი აზრით ბადებს ერს, რომ რაღაც საბოტაჟის შემცველი შეიძლება იყოს.